მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ გადავიღებთ Age of History 3-ს. თუ გაინტერესებთ ამ თამაშის გადმოწერა, ეს თამაში ღირს ფული და სხვათა შორის ძალიან საინტერესო თამაში არის, მაგრამ შესვლას უნდა ძალიან დიდი ხანი რომ იცოდეთ და არის საკმაოდ რთული თამაში. თუ გინდათ რთულზე დააყენებთ, თუ გინდათ არა, ასევე თამაშს გააჩნია ბევრი სხვა ტექსტურები, დროები, საუკუნეები. თუ გიგნებავთ, გადმოიწერეთ, ნება თქვენია. მე არაფერს ვკრაკო. მე უპასუხებ. ეხლა არ მახსოვს, ერთ-ერთი იუთუბერი არის, მაგის გამომწერი ვარ და მე გეტყვით რა წერია, რა გადადეთ, გამოიწერეთ მაგის არხი რა. ლინკში ჩავაკეთებ მაგის არხს. და გადადით გამოიწერეთ, მაგარი კაცი არის. და ეგდებს ბანენლორდის მსგავს თამაშებს. თუ კი ეხლა გაინტერესებთ რა გაინტერესებს, რა თამაში გაინტერესებთ, რომ გადავიღო ის დამიწერეთ კომენტარებში. Minecraft-ი გავაგზავნო თუ არა, ეგეც დამიწერეთ კომენტარებში. იმიტომ რომ Minecraft-ის მუღამი უკვე დავკარგი. იმიტომ რომ უკვე განვითარებული ვარ და ვფიქრობ, თავიდან უნდა დავიწყო რა. დამიწერეთ კომენტარებში. თავიდან დავიწყო თუ არ დავიწყო. და ასევე ისიც დამიწერეთ კომენტარებში, Age of History ეს ეხლა რასაც ვთამაშობ, გავაგზავნო თუ არა და გადავიღო თუ არა მეორე სერია. აქ შორის მეგობრებო არის 2022 წლით იწყება და უნდა განვითარდე რა. რაც საკმაოდ რთული არის. ეხლა 2 წუთი არის უკვე იტვირთება, იმიტომ რომ ეს თამაში არის ძალიან კარგი გრაფიკებით, ეკონომია, ცალკე პარლამენტი, ყველაფერი თავად უნდა გააკეთო ამ თამაში. რაც საკმაოდ ხალისიანს და ასე თუ ისე რთულს ხდის. აქ შეგიძლიათ მეგობრებო დააყენოთ სირთულეები, სიმარტივე, ყველაფერი. ეს 3 წუთია ვეი. ეხლა ჩაირთვება მეგობრებო და შევქმნი ახალ რუკას. ხმას გაუთიშავ, იმიტომ რომ მე ჩემი ხმა აღარ ისმის ხოლმე სხვადასხვა ვიდეოებში. ეხლა შევქმნი საქართველოზე. დამიწერეთ კომენტარებში. შეიძლება სრულად პირველ ყოფილების დროში ჩავიდე და იქ სხვა ვითამაშო. თავიდანვე განვითარებით. პირდაპირ განვითარებული იყოს, მაგრამ უფრო საინტერესო. თავიდანვე გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. მინდა ავიდე ამ თვის ბოლომდე. 10 მარტამდე ჩემ დაბადების დღემდე რომ ავიდე 100 გამომწერზე. ეხლა ვარ 19-ზე. ეს არის მეგობრებო საქართველო. დავიწყეთ თამაში, თავიდანვე. ეს ყველაფერი იწყება ვთავთ დროს, აქ დროების გადართვა, ეკონომია 5-ზე მაქვს. აქ კიდე ახლა უნდა გადავამოწმოთ, ვის უფრო კარგი აქვს ყველაფერი. შენებლობის მენუსები არ მინდა. ზოგი მეგობრებო რაღაცეები პლუსებში წაგიყვანთ რაღაცეები პლუსში. ბრძოლა და არ მინდა, ესენი მინდა განვითარებები. ხა აქ ჯარში ის ეფექტურობა საკმაოდ დიდია. მანდ
სისწრაფე და ბრძოლა აქ. კაი, ეს იყო ეს. გაჭირდა. ეს გავაძლიეროთ და ეხლა ორმაგად თავს დავესხმებით და ორმაგად უკეთესი მე ეს მინდა. კაი, რაღაცამ გაჭირდა არა უშავს. ჩემი ეკონომიკა დაეცა. ამისათვის საჭირო არის რომ გავაძლიეროთ ეკონომიკა ქვეყანაში. და ეკონომიაში ვერ შევდივარ. აქ ხა 3-ზე დავაყენებ და ყველაფერს გავაძლიერებ. მხარებს გულისხმობებში. ესე ეხა ჩემი ეკონომიკა როგორც ხედავთ იმატებს. რიცხობრივად დიდდება, რაც საკმაოდ კარგი არის, იმიტომ რომ ეკონომიკის გარეშე, როცა ჯარს იყვანთ, ეკონომიკა ეცემა. აი, მეცა მივიღოთ, კაი მივიღებ. მაგორ სახელმწიფოს ებრძვის. კაი, მე არაფერ შუაში ვარ. მე თავი გამანებონ. მე ალიანსი არ მყავს ვაფშე. არც მაქვს სურვილი რომ დავეხმარო. ჩემგან შორს ომი ჯეჯერობით. აფხაზეთს და ჩეჩნეთი არის, მგონი ეს. ახლა სამაჩაბლო. სამაჩაბლოს დავიპყრობ და კიდე იმას რა ქვია. ამის აფხაზეთს. აი, ეს სახე გააზრით ჩემ ალიანს. მე ხა დროს შევანელებ და სამაჩაბლოს ალიანსი ყავს. აფხაზეთს ალიანსი. სასომხეთი ყავს. ბედის ირონია. ბედი არ გინდა და თავად მე ვიმყავს ალიანსში. წავიდან ჩემი ჯარი გადავიყვანოთ აფხაზეთის ტერიტორიაზე. სასომხეთი ჯარი არ ყავს ჯერჯერობით. ოჰო, 11,000 მებრძოლი. კარგი წინააღმდეგობა გამიწიეს. ეს ჩემთვის არც ისე სასომხეთი დავამარცხე. აქეთკენაც მიტევენ. დამერხა. წადით. კაი, მე ხა ესენთიც არ დამაკარებენ. ამათან ომი არ მაქვს. რა სიბობ თქვენ ბიჭო? ცოტა. ეს მე მებრძვიან? არ სასომხეთი. კარგი, ანუ მე ხამადგენს უკვე დავიპყრობ, იმიტომ რომ დავიკავე. ეხლა მოვაყენებ მეგობრებო მოთხოვნებს, ტერიტორიას, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას, რასაც დავიპყრობ, უნდა გახდეს ჩემი ტერიტორია. პატიში ცოტა ხმაურისთვის, არა უშავს, მიპატიება, დავწყები ვარ. ესე იგი, ტერიტორია ავიღე და დრო გაჩერდა, ჯარები გაჩერდნენ. ცოტა ფულს მოვსთხავ და ასე, ეკონომიკა დაეცა, მაგრამ არა უშავს. ეს რა ჯანდაბა? ეგ მაინტერესებს, მაგას ჩემთან რა უნდა? კაი, მაგას ვეუხვდები, ჩემთან რაღა უნდა? შეიძლება ცოტა ტვენში ვერ არის. იმიტომ რომ ეგ ტიპი ებრძვის ჩემს ალიანს არ ამხენ. მირაღა დაუშვებ მაგ დებილს. აი, ჩემი ტერიტორიიდან გავაგდე, რაც მთავარია. დავუბრუნე ოკუპირებული ჩემი ტერიტორია. დედაქალაქი ქონდა ოკუპირებული. რაჭკუიანია.
ამათ ეგენი მე პატრონო. გამერხა. ამას რომ გამოვუცხადო. ცოტა კი არა, სანდამერხევა. ურთიერთობას გავაფუჭებ. ამ ყველაფერს დავწევ ერთზე. ამასაც მივიღებ. ჩავებმები ომში. ჩემ ჯარს გადავიყვანე მასთან. და დაიწყება სისხლის მღვრელი. ზოგადად ომი ყოველთვის სისხლის მღვრელია. და იმედია ჩემი ლანსი დროზე მოვა. გამაძრის სახე. ჩემი ალიანსი საჯანდაბაშია. შედებილო შენერი თუ. მე გამდე წამოვალა კაი ამას დავიკავებ. ეს დატყდა ეგრევე მეო. აქ არაფერ შუაში არა ვარო. ტერიტორია ოკუპირებული იმას რატო? მალე ბიჭო 16-იანი ჯარი. ის კლიაო. დეხა ის დებილი რასიბი. კროპს. ის უმაგის ჯარს მე მგონი მარტო ამათთან ომი გავიშრობ სინსხლს, იმიტომ რომ დამერხა. იმიტომ რომ მგონი დროზე დათუნა მალე დაიბრუნე შენი ტერიტორია. ეს კაციანი ქლიავი. მე ზუსტად აი ამაზე შტერია. დატვინია არაქო იმენა ირითმება. მალე თორე დაიპყრეს დედაქალაქი. ჩემი ჯარი ეხა იქ ვერ წავიდა. სადაც მე ეხა ოლდის დაბრუნდებიან მათ ტერიტორიაზე უნდა ველოდო. სამა ჩემი ჯარი წესიერად არ წამოვედით აქ. მე ამდენ მაგრად ნერვებს ვუშლი. ეგ იმასთან დააწვა. იმის მაგივრად რომ მე დამეხმაროს. რაკეთილია. დამიხა. ეს ავიდა უკან. ეს მაგათ ვერ დავამარცხები მე. კაი მაგათ ტერიტორიაზე ზავარბერდები. რატო ზამაო, რატო? მოითხოვეს მომხმონელებელი. ძალიან სუდი არის ახლა ეს ჩემთვის. იმიტომ რომ აზერბაიჯანს ისიც გაათავისუფლეს. აფხაზებთანაც ზავი მაქვს. რომელ წლამდე? აი, 2 წელი რა მაიცდის. აგენი ამათთან მაინც რაღაცო მაქვს. ამათ დავიყვარო. დედაქალაქი აქ რატო არის? დედაქალაქი აქ არის. კარგით, არ ვიცი რატო რანაირად, მაგრამ აშკარად არის. რუსები ჩემი აღა ერთაერთი მტრევი არის.
რუსეთს იაპონია ებრძვის. იაპონიას დაერხა. სავარაუდოდ შეიერთებსო. კორეასაც რუსებთან ომიაქო დაერხაო. რა კაიაო. მე დაუბრუნდები აქამდე ჩემ ტერიტორიაზე და დროს ვიხელთებ და ჩემს ჯარს გავაძლიერებ. სავიდადეს რუსებთან. ეხლა მე საომარი მოქმედებები უნდა დავწყო. ცოტა ჯარი, ფული აღარ მაქვს. ეს რა ბედიმა. ცოტა ჯარი. ცოტა 1000 კაია. ცოტა. მეტი მე არა მაქვს. ალაც. ამათან სავი მოიხსნა გეთაყვა. წამოვედით აქ. ამათ ალიანს. ეგ ყავთ. ამათ ვიღანა. Hoteliao. ეხა რას პოდიალობს არ ვიცი. მაკენი ვაფშე რასაკი. ის ვერ არის, თავი რაღაცას მაგრად მიარდგა აშკარად. ისე ტერიტორია ავახინე, ფულიც. მოვაცებინო, თომის ხარკი გადაიგდარ მარიონტი არა. ეგრე ამიჯანყდა. და რელიგია რა. აქ კიდე ეკონომიკა და ეგინი. არ გამიზრდია. ეგ რა შეიძლება ნაკლები უნდა იყოს. და ის პირველი ეპიზოდისთვის იმედი მაქვს კაი ვიდეო გამოვიდა. ამათან ზავი არ გამიწილა. ვიდეოს გარეთ შეიძლება ცოტა ვითამაშო. მოდი აზერბაიჯანთან ხო ზავი. მოდი ახლა დავიცდი. ამ ორთან ხო მომეხსნება, ამათ ხო ის არ ყავთ რა ქვია ალიანსი. ამათ დავიპყრობ. მე მივაკითხავ იმას რა ქვია აზერბაიჯანს, მე კიდე სასომხეთს მოვაკითხავ. ან ჯერ მოდი სასომხეთი. სასომხეთთან აღარ მაქვს. რა კარგია რომ იუთუბერი ვარ. ეხა ამათ თავს გაუჩიჩქვავ. ალბათ მიხვდაო საომარ მოქმედებები. დაიწყება და ვერ გადამირჩება. ამათან არანაი ეკაიფი. 30 მეტი უნდა იყოს. აჰა. ახლა ხომ საკმარისი არის. არ გაუმართლა ვიღაცას. რაღაც მოხდა. რამდენიმე მაციფურო პრინციპი. Okay. Azerbaycan
დაპირებულია. ვინ მასჭერა? ის რომ მოვიფხარი. მინა უბედნიერესი ვარ. ვუმაგოთ. სასუნხეთი დავიფხარი, ნეტაპეს რას დამაძლევ. ფულა Yes. ჩანდაბა. გავრიკავი ხლა. ხაიცანგო. რელიგიის მეგობრებო, როდესაც იცვლით, მაშინ გიმართლეთ ახლა გახარდეს ხო 300. ნაზე გიხერდა უგულაფი. არა უშოვს. ამა დიდი ჯარი. მაგით ჩემს რაღაცა. აზერბაიჯანი. აზერბაიჯანში ხმწურია. დამპლები. როგორ გამიბედი. 2 წელი. 1 წელი კანგი. ერთი რა 1000-ები არის ეგ. ეკონომიკა ისე დაიწევს. მაგრამ ჩემი სახელმწიფო გაზრდის. აი ამას. ომს გამოუცხადებ. შევიჭარები მის ტერიტორიაზე. უკიდე აქეთკენ მოექანება რა კარგი. ჩანდა ბეხანი ჯარი მინა Ustăț-hră.
ერთ კაციანი გადამარჩენს. შეათასწლეულო იდიოტო. ეს არ ყოფილა მეგობრებო, კაი ამბავი. თავი უნდა დავიწყო თამაში. კაი, ეს იყო მაშინ უბრალოდ სტაჟი ჩემთვის. შემდეგი ვიდეოს დავდებ 20 ლაიქზე, როდესაც აბა ეს კონკრეტულად ეს ვიდეო. ან ჩემი Minecraft-ის მეორე ვიდეო, რომელიც დავდე, ის უნდა ავიდეს 20 ლაიქზე. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.